ამომრჩეველი. მითხარით თუ შეგიძლიათ რამდენად ადეკვატური იყო ფინანსთა მინისტრის ეს განცხადება, რომ ყველაფერში დამნაშავე ვარ თურმე ჩვენ ადამიანები, ვინც დაჰეჯირება არ ვიცოდით რას ნიშნავდა და არ გავაკეთეთ, მაშინ როდესაც უამრავი ადამიანი არის მიბმული ბანკის კრედიტებზე და თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ ძირითადად ბანკები მხოლოდ ვალუტაში გვაძლევდნენ კრედიტებს და თურმე ჩვენი მწირი ცოდნის ბრალი ყოფილა, რომ ლარის გაუფასურების გამო ასე დავზარალდით ამ ბანკის კრედიტების გადახდისას. რა სიტყვით, ბატონო აკაკი, ეს ადეკვატური იყო ხალხისთვის ნათქვამი ეს განცხადება? მოგესალმებით, ხალხო და ყოველთვის სასიამოვნო თქონდა დაცემაში მონაწილეობა. მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. მინდა გითხრათ, რომ პირველ ყოვლისა ეს იყო ალბათ კონტექსტთან ამოღლეჯილი, გასაგებია აბსოლუტურად დამოკიდებულება ამ გამოთქმასთან მიმართებაში, მაგრამ იქ ბატონმა დიმიტრიმ დაასახელა რამდენიმე ფაქტორი და მათ შორის იყო სწორედ მოსახლეობის მწირი ფინანსური განათლება, რომელიც რეალობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ამის გამო შექმნილ სიტუაციაში ხალხი თავად არის დამნაშავე. ეს ნამდვილად ამას არ გულისხმობს და ეს არ შეიძლება რომ ვიფიქროთ, რომ ფინანსთა მინისტრს თუნდაც ამ კუთხით ეთქვა, რადგანაც ეს გულისხმობს ელემენტარულად იმას, რომ ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ მოსახლეობას არ გააჩნია საკმარისი და ეს არც მოეთხოვება, რომ ქონდეს ასეთი დონის, ასე ვთქვათ, ფინანსური თუ ეკონომიკური განათლება, როგორც მაგალითად წამყვანი ქვეყნების მოსახლეობის დიდ ნაწილს გააჩნია, როდესაც ისინი თქვათ საფონდო ბირჟაზე ან ბანკის ტრანზაქციებით არიან დაკავებული. ჩვენ ქვეყანაში ეს მაინც შედარებით ახალია, ბოლო 25 წლის განმავლობაში რაც პროცესები მიდის და ამიტომაც გასაგები მიზეზების გამო ყველა მარიცის რას ნიშნავს დაჰეჯირება, ძალიან ბევრი მარიცის ესე ვიტყოდი პირიქით და დივერსიფიკაცია თუ რისკის გადანაწილება. აქ საუბარი ერთ-ერთ იმაზე, რომ შესაძლოა იყო ბოლო პერიოდში საკმაოდ ბოლო რამდენიმე წელია ბანკები თავიანთ კლიენტებს თავაზობენ სწორედ ლარში სესხებსაც, გარდა დოლარში სესხისა. ეს იყო სწორედ ალბათ ფაქტორი იმის, რატომაც ბრძანა ბატონმა დიმიტრიმ ეს სიტყვები, რომ მოსახლეობა ჩვენ მოქალაქეებს შეეძლოთ, არა ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრ შემთხვევაში აეღოთ სწორედ ლარში სესხი, როდესაც მათი შემოსავლები იყო შესაბამისად ლარში. ბატონო აკაკი, მოდით ერთ რამეს გეტყვით, თუ შეიძლება ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ეხა იმაზე საუბარი, რა იგულისხმა და როგორ იგულისხმა ცხადია მე თქვენ დიმიტრი კუმსიშვილის ნაცვლად თქვენ არ დაგისვამთ ამ კითხვებს, მაგრამ საინტერესო იყო ერთი, ანუ გამოვიდა, რომ კუმსიშვილმა მოსახლეობის მწირ ცოდნას დააბრალა დღეს არსებული პრობლემები, ბანკის კრედიტების გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები. ფაქტია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ხელფასები თითქმის ძირითადი ნაწილის არის ლარში და თქვენ ჩემზე კარგად იცით ალბათ, რომ ბანკები ძირითადად სესხს არ გასცემდნენ ხოლმე ლარში და გვიწევდა დოლარის აღება. მე უბრალოდ ინტერესებს არა სიტყვის მნიშვნელობა, ჰეჯირება ახალი სიტყვა, შეიძლება ძალიანაც კარგია, რაღაც ერთი ახალი სიტყვა თუ კი შევმატეთ ჩვენს ცოდნას, მაგრამ შინაარსი. ანუ კუმსიშვილმა რა გამოვიდა, რა თქვა, რომ სახელმწიფომ ხელები დაიბანა და ჩვენ გვითხრა, რომ ყველაფერი ჩვენი თავით მოგვივიდა, უცოდინრობით მოგვივიდა, ანუ ჩვენ და ბიზნეს კომპანიებმა უნდა ვარკვიო და ბანკებმა ურთიერთობა და სახელმწიფო არაფერ შუაში იყო. საინტერესო იმიტომ იყო, რომ ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იყო ეკონომიკის მინისტრი, იყო ვიცე-პრემიერი. რატომ არ გაგვანათლა მას ბატონმა კუმსიშვილმა? ამიტომ დავსვით ეს კითხვა ადეკვატური იყო, თქო? ხალხო, მე პრინციპში პასუხი თქვენ შეკითხვას ნაწილობრივ, კიდევ უფრო გავაღრმავებ ამ შემთხვევაში, მაშინ პასუხს უფრო გასაგები იყოს. ბატონ დიმიტრი თქვა, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ. თუ იმ გამოსვლას ნახავთ, იქ არის ნათქვამი ბევრ ფაქტორზე, რის გამოც მოხდა ვთქვათ ლარის გაუფასურება და რატომ ხონდა ამას ასეთი ეფექტი მოსახლეობაზე, იმიტომ რომ იქ თქვათ თქვენ ინტერაქტივში მოვისმინე, უფრო სწორედ სინქრონში მოვისმინე მოსახლეობასთან, მოქალაქეებთან, რომ საუბარი იმაზე ფასებიც გაძვირდა. ხა რაღაც ცალკეულ პროდუქტზე შეიძლება ფასები გაძვირდა, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია ანუ გაძვირება რეალურად არ ყოფილა. ან გარკვეულ პერიოდში დეფლაციაც იყო, ანუ გარკვეული ფასები შემცირდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ძალიან
საკმაოდ მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, გაუფასურდა ბოლო პერიოდის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ფასებზე ეს რეალურად არ აისახა. ამიტომ ამბობდა რომ აისახა მეტნაკლებად, მაგალითად შაქარი რომელიც დღეს 2 და 20 ღირს და არა მხოლოდ შაქარი. მე რატომ გეკითხებით, იცით? ანუ სად იყო აქამდე თქო მინისტრთა კაბინეტი ყავს პრაქტიკულად. ხო და ქავატონინგა დავაზუსტებ. შაქარი გაიზარდა სხვა მიზეზების გამო, დოლარის კურსის გამო, არამედ შაქრის იმპორტი გაიზარდა. მედიკამენტები შაქარი დიახ გაიზარდა, ამიტომ ვიძახ ცალკეული პოზიციები გაიზარდა, ცალკეული შემცირდა. ამიტომაც თლიანობაში ინფლაცია, ანუ გაძვირება მთელ ეკონომიკაში რეალურად ჯერჯერობით არასახულად ლარის კურსის ალბათ აისახება, რადგან დიდი ნაწილი საქონლის არის იმპორტული, თუ ლარის კურსი დარჩა ესეთი, რა თქმა უნდა ეს აისახება ასევე ფასებზე. ამიტომ მე პრობლემას არავითარ შემთხვევაში არ ვაიოლებ. რა თქმა უნდა ეს პრობლემაა. საუბარია იმაზე, რომ რატომ იმოქმედა უკვე დღეს ამან ჩვენ მოქალაქეებზე ესე უარყოფით. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ესხები დოლარში, დანაზოგები 67% აქვს ბოლო მონაცემები დოლარში. დიახ, 67%. ჰეჯირება, დიახ, ჰეჯირება ნიშნავს სწორედ ამას, რისკის დივერსიფიკაციას, ანუ რისკის გადანაწილებას. მე პირადად ჩემ მაგალითს გეტყვით, ხომ? მე მაქვს სესხი დოლარშიც და ლარშიც. როცა ბანკმა შეუმთავაზა მე ლარში, ავიღე მაშინა სესხი ლარში. და ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში სწორედ ლარში თავაზობდნენ ბანკები, იმიტომ რომ ეს იყო ეროვნული ბანკის მთავრობის შეგნებული პოლიტიკა დოლარიზაციის მიმართულებით, ანუ ლარიზაციის მიმართულებით. ეს არ ყოფილა დღეს და გუშინ მოწოდება ამის თაობაზე, ეს დიდი ხანია ამ პოლიტიკას ხა შეიძლება ისეთი ინტერესის საზოგადოების არ იყო გამოწვეული ამ მიმართულებით, მაგრამ ამ პოლიტიკას დიდი ხანია აწარმოებს მთავრობას და ეროვნული ბანკიც, მეტნაკლები წარმატებით, თუმცა ჯერჯერობითაც როგორც ხედავთ, ძირითადი სესხები მაინც დოლარშია. ანუ ფაქტობრივად დავარქვათ ეს პოლიტიკა წარმატებული იყო აქამდე, მაგრამ თავარ მომენტ გახობთ ეს, სწორედ მე ავიღე, ამიტომ როგორც კი შემოთავაზა, მაშინ მე ხა სესხის ნაწილი მაქვს დოლარში, მეორე ნაწილი მაქვს ლარში. ხო, მაგრამ აი მაგალითად ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა ეხა მე მომწერა Facebook-ზე კალაძის ინიციატივასთან დაკავშირებით, იცით რა მაინტერესებს? ბანკი რო ჩემს დოლარში აღებულ 9.5%-იან კრედიტს გადამიყვანს ლარში, რაზეც ეხა კალაძე საუბრობდა, 15%. ანუ პრაქტიკულად გამიორმაგებს და ამ კრედიტს კიდევ რეფინანსირების განაკვეთზე მიაბავს, რაც დიდი ალბათობით ყოველ 2 თვეში 0.5%-ით გამიზდის კრედიტს. რა ხეირი მექნება აქედან? რა მინდა იცით რომ მკითხოთ ესე დეტალურად რო არ წავიდეთ ჩვენ სამომავლო გეგმებზე და ასე შემდეგ. რეალურად თქვენი გუნდი არის ის გუნდი, რომელსაც ნაფიქრი აქვს, რა უნდა უშველოს ამ მდგომარეობას. რა უნდა უშველოს ხალხის აი ამ მძიმე მდგომარეობას სოციალურს და ეკონომიკურს. თუ ქუმსიშვილი ან კალაძე ამ ინიციატივებით გამოდიოდნენ, ამდენი ხნის განმავლობაში მე ჯერ კიდევ რეაქცია მიმყავდა, როდესაც ლარის გაუფასურებაზე ვაკეთებდი გადაცემას. რატომ არ გვასწავლეს ჰეჯირება, რატომ არ გვასწავლეს კრიზისიდან გამოსვლის გზები და ასე შემდეგ. ანუ ნაფიქრი გაქვთ ეს ყველაფერი? ქავატონინგა, მესამედ მეკითხებით იმავეს. 3-4 წელიწადია თქვენ შეგიძლიათ არქივიდან ამოიღოთ მთავრობის მოწოდება, ეროვნული ბანკის მოწოდება 4 წლის განმავლობაში ისმოდა რომ თუ შეიძლება შეეცადეთ აიღოთ სესხი ლარში, როდესაც შემოსავალი გაქვთ ლარში. დანაზოგი სასურველი ეროვნულ ვალუტაში შეიტანა და ასე შემდეგ. გასაგებია რომ ეს მოწოდებას რეალურად თუ ადამიანს ახლა ვერ უბრძანებ და ჩვენ გვაქვს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, ვერ უბრძანებ რომ დოლარში შესაბამისად არ მოახდინოს თავის დანაზოგის, რადგან თulis რომ პარი ვალუტაა, მაგრამ შედეგი მივიღეთ სწორედ ეს, რომ როდესაც თქვენ იღებთ სესხს დოლარში, როცა გაქვთ შემოსავალი ლარში, ამის შედეგად მოხდა ეს. მოწოდება მთავრობის მხრიდანაც იყო, ეკონომიკური გუნდის მხრიდანაც იყო, ეროვნული ბანკის მხრიდანაც იყო, მაგრამ მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ეხლა რაც შეეხება ნაფიქრი გვაქვს თუ არა. მთელი ქართული ოსნობის პროგრამა და მთელი შემდეგი 4 წელიწადი აწყობილია სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ხა იმის გამოდევნება რომ იმპორტი გაიზარდა, იქ რაღაც სხვა შოკი მოხდა, იმან საგარეო ვალუტამ და ასე შემდეგ, სხვა ქვეყნები ჩვენი საავადმყოფო პარტნიორების, იქ ტურისტული შემოსავლები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის შედეგი ერთადერთის, რომ ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა,
რომელზეც მოქმედებს ყველანაირი მცირე ყევაც უკვე იწვევს მე ჩვენი ვალუტის ყევას და მართლაც ლარის კურსი გახლავს სწორედ ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკური საშუალება იმისა თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ეკონომიკა. ჩვენი ეკონომიკის გამოსავალი აქედან არის მხოლოდ სწრაფის და მთელი პროგრამა მიმართულია ქართული ოცნების სწორედ ამ მიმართულებით და იგივე ბატონ დიმიტრის იგივე ეკონომიკის მინისტრის თუ ენერგეტიკის მინისტრის პრემიერ-მინისტრის გამოსვლები და მთელი განხილვები რაც იყო პარლამენტში როცა თავრობას ვამტკიცებდი სწორედ ამ თემის ირგვლივ ტრიალებდა. ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის რომ მათ შეძლონ გაცილებით უკეთესად თავის ასე ვთქვათ რჩენა თავიანთი სოციალური კეთილდღეობის შემოტანა მოქალაქეებში. ეს არის ერთ-ერთი წელს პენსიები არ გაიზრდება თქვა პრემიერ-მინისტრმა როდესაც იგი პარლამენტში გამოდიოდა 2017 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიების და გარდაუვალია რომ გაძვირდება ცხოვრება მით უმეტეს აი ეს ლარზე როდესაც საუბრობთ ამ ფაქტორების გათვალისწინებით პროდუქტებზე მედიკამენტებზე უკვე გაზრდილი არის ფასები და ასე შემდეგ რამდენად ეყოფა 180 ლარიანი პენსია პენსიონერს 800.000-მდე პენსიონერი ყავს ქვეყანაში და რას გულისხმობდა პრემიერი თქვენ გვეტყვით გეცოდინებათ ეს ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ხართ რომ 2018 წლიდან როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებელთან რომელიც გვექნება ანუ სადამდე ვარაუდობთ უკვე 2018 წლიდან პენსიის გაზდას და 2017 წელს გაძვირებული მედიკამენტები ყველაზე მეტად ჭირდებათ პენსიონერებს პროდუქტები როგორ უნდა ეყოთ მათ ის პენსია რაც აქვთ კომპლექსური მიდგომა აქ მარტო პენსიის ასე ვთქვათ გაზდაზე არის საუბარი პირველი ახალ პენსია გაიზარდა 1 ივნისიდან ამ წლის და ეს პენსია გაზრდილი 180 ლარი იქნება მომავალ წელს და 1 სექტემბრიდან კიდე გაიზარდა მაღალმთიან რეგიონებში შედარებით მოწყვლადი ჩვენი პენსიონერებისთვის 216 ლარამდე ასეთი გახლავთ 60.000-მდე პენსიონერი უბრალოდ უმწვავ პენსიონერი ყავს ჩვენ 60.000-მდე ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობს დაახლოებით 18.000 პენსიონერი მათ იქნება შედარებით მაღალი პენსია 2018 წლიდან გაძვირების ინდექსაციის მექანიზმი გულისხმობს იმას რომ რამდენადაც გაძვირდება ფასები იმდენი პროცენტით მოიმატებს ანუ 2017 წელს ვინც გადარჩება 2018-ში ადეკვატური ექნება პენსია ასე შეიძლება უხეშად გამომდის არა იგივე პენსია ანუ დღეს რაც არა დღეს რასაც ყიდულობს 216 ლარი თუ 180 ლარი იგივე რო იყიდოს ადამიანებმა მიუხედავად იმისა რომ ლარის კურსი როგორ გაიზარდა აი დღეს რო ლარის კურსი გაიზარდა ის რო არ აისახოს ადამიანებზე და უნდა გაიზარდოს შესაბამისად პენსია რომ უკვე გაზრდილი პენსიით იგივე რაოდენობის სასუცად უყალათის სხვა მოთხოვნილი დაკმაყოფილება შეეძლოთ ეს ერთი მეორე მიმართულება რაც გახლავთ ეს არის როგორც გითხარით თავიდან უმწევ პენსიონერებისთვის ხოლო შემდგომ ყველა პენსიონერისთვის შემოვიდეს ეგრეთ წოდებული მედიკამენტო დამატებითი პაკეტი ამბულატორული მედიკამენტების, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს სწორედ თქვენს ასევე ახსენეთ, რომ ეს არის 50% დაახლოებით მათი პენსია ისე რომ ეხარჯებათ მედიკამენტებში, რომ აი ეს ხარჯი ჩამოაცილოთ, რათა მათ უფრო მეტი თანხა დარჩეთ სხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. პენსიის ნახევარს თუ გადაურჩენთ ჩვენ რეალურად, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება და შეღავათ იქნება დამეთანხმებით ალბათ იგივე მადლობა აკაკი მოქალაქეები. წარმატება მინდა გისურვოთ დიდი მადლობა თქვენ რომ ჩაერთეთ გადაცემაში აკაკი ზოიძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი